გამარჯობა საქართველო. აპრილის სამებულთა სულები დაგწკერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, გამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. დღეს დილიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში საპროტესტო ხმა ისმოდა. მთელი თბილისის მასშტაბით სხვადასხვა მარშრუტებზე მგზავრობისას მოქალაქეებმა გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს ვიდეოები, სადაც ტრანსპორტის ელექტრონული გადახდის აპარატიდან პროევროპული აქციების მხარდამჭერი ფრაზები და მუსიკა ისმოდა. გარდა ამისა, ისმოდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ 1991 წლის 9 ապრილს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს წარმოთქმული სიტყვა მერაბ კოსტავას და ზურაბ ჟვანიას ფრაზები. Glory to Ukraine, glory to Georgia, fuck Russia! იმოქმედე, არ გაჩერდე. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას. იყო ჩემი ლექტორი საკონსტიტუციო სამართალში, რასაც ის ლექციაზე ამბობდა, თავის პოლიტიკაში რადიკალურად სხვა რაღაცას ატარებს. ანუ თეორიის დონეზე ფხობს და თეორიის დონეზე იცის მხოლოდ. პრაქტიკაში აი სოციალური არის და მე უბრალოდ დიდი სტუდენტს და მოქალაქეს მიჩნევა კითხვა. ამ ქვეყანაში სადაც სამართლიანობა აარსებობს, რატომ უნდა სწავლობდეთ მხოლოდ თეორიას? საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩართულ აუდიო რეპერტუარში ევროკავშირის ჰიმნიც იყო. ტრანსპორტში ბიძინა ივანიშვილის ბოდიშის მოსმენაც იყო შესაძლებელი, რომელიც მან წინასაარჩევნო კამპანიის დროს გორში წარმოთქვა. Vinci Rusului sabe gade cada trem diante de filis teta. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოში ჩანს, რომ ერთ-ერთ ტრანსპორტში ხმის ჩაჩუმებისთვის გადახდის აპარატს წებოვანი ლენტი გადააკრეს, თუმცა მერიას საბოლოოდ პროტესტის ხმის გასაჩუმებლად აპარატების გათიშვა დასჭირდა. მინიმუმ 1 საათის განმავლობაში მოქალაქეებისთვის მგზავრობა უფასო იყო. სავარაუდო კიბერშეტევის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება. საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას საქართველოს ბანკის კონტრაქტორი კომპანიები შპს MC+ და შპს აზრი ახორციელებენ, ხარვეზი ფიქსირდება და აუდიო ჩანაწერი ირთვება. პრობლემის აღმოსაფხრელად შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებმა ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა. აპარატები უახლოეს პერიოდში ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურება. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩართული საპროტესტო აუდიო ჩანაწერის გამო ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 294 მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოს შეღწევას გულისხმობს. დანაშაულის 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.